და გამოშვების ბოლოს უჩვეულო აქცია თბილისში და საქორწინო კაბაში გამოწყობილი 50 გოგონა რუსთაველის გამზირზე ბედნიერი საქართველო ასე ერქვა სახალხო აქციას, რომლის ფარგლებში სადედოფლო კაბებში გამოწყობილმა მოდელებმა და ჟურნალისტებმა მსვლელობა მოაწყვეს. დღევანდელი ღონისძიებით მონაწილეებმა საქართველოში ახლად შექმნილ დემოგრაფიული აღორძინების ფონდს გამოუცხადეს მხარდაჭერა. ფონდის პირველ ღონისძიებაში ჟურნალისტებთან ერთად მარი გოლდი და სამოდელო სტუდია ნატალი მონაწილეობდა. სახალხო აქციამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდის მხარდასაჭერად მოაწყვეს, ჟურნალისტები და მოდელები გააერთიანა. ამ უჩვეულო და ორიგინალური იდეის ავტორი გია ჯაჯანიძეა. აი ესე საზეიმო ვითარებაში ჩვენ გვინდა რომ საქართველოს დემოგრაფიული ფონდის დამფუძნებლებს მიულოცოთ ეს დღე და მე მინდა რომ მხარდაჭერი აქცია ჩვენ პირველი ვიყავთ, რომელიც ამ ფონდს უჭერთ მხარს. გოგონები სახალხო მსვლელობისთვის დილიდან ემზადებოდნენ. განწყობა ყველას ამაღლებული ჰქონდა. იქ უჩვეულო ამპლუაში მყოფი არაერთი ჟურნალისტი აღმოვაჩინეთ. დღეს გადავწყვიტეთ ყველაფერი სხვაგვარად გაგვეკეთებინა. იდეა მოგვეწოდა ბატონმა გია ჯაჯანიძემ, რომ ბედნიერი საქართველო დავარქვათო, გავიდეთ ხალხშიო და თან ამით მხარდაჭერა გამოვუცხადეთ საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდს. ცვლილობა რუსთაველის გამზირზე სამანქანო გზის შუა ხაზზე დაგეგმილ დროს დაიწყო. საქორწინოდ მორთულ 50 გოგონას ქართულ სამოში გამოწყობილი წყვილი მიუძღოდა. დღევანდელი ჩვენი აქცია ეხება საქართველოში ქართველების გამრავლებას. რაც შეიძლება მეტი და მეტი შვილები. მოუწოდე ყველა მანდილოსას, რომ სამზე მეტი შვილი მაინც ყავდეს. დემოგრაფიული განვითარების ფონდის პირველმა ღონისძიებამ საზოგადოებაში დადებითი ემოციები გამოიწვია. აქცია ბედნიერი საქართველო თბილისელებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. ამ გოგონების უმრავლესობა საქორწინო კაბა პირველად აცია და ბუნებრივია თითოეული მათგანი აქციაში სიამოვნებით ჩაერთო. ჩვენ ახლა მოვემართებით ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით და როგორც მე ვატყობ, ძალიან დიდი დადებითი განწყობა შევიტანეთ აქ მოქალაქეებში, ასე რომ აქცია სახელწოდებით ბედნიერი საქართველო ერთგვარად გამართლა. დემოგრაფიული განვითარების ფონდის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მრავალშვილიანი ოჯახების გამრავლება საქართველოში. ინფორმაცია მოგვეწოდა გაი, რომ ან 2050 წლისთვის საქართველოს ემუქრება დემოგრაფიული კატასტროფა. იმისთვის შეიქმნა სწორედ ეს ფონდი, რომ საქართველოს ეს პრობლემა და ეს კატასტროფა თავიდან ავაცილოს. ჩემი ოცნება იყო, დიდი ხნის ოცნება და ეს ოცნება მე ამისრულდა რუსთაველის გამზირზე მენახა ძალიან ბევრი ადამიანი ბედნიერი სახით და საოცარი სანახავი იყო, თქვენ თვითონაც ნახეთ რა ლამაზად მოდიოდნენ ეს მშვენიერი გოგოები. როგორც ორგანიზატორები დაგვპირდნენ, უახლოეს მომავალში საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდი კვლავ არაერთ ორიგინალურ და საინტერესო ღონისძიებას შემოგთავაზებს.